კუკიაზე ყოფილი მექანიკური ქარხნის შენობაში ინგა გაბედავა მამასთან, ძმასთან და ინვალიდ ბებოსთან ერთად ცხოვრობს. 13 წლის ინგა თანდაყოლილი ხერხემლის ტრამვით დაიბადა, რამაც დროთა განმავლობაში იმუნიტეტის დაქვეითება და ფილტვების დაავადება გამოიწვია. დევიაჩემ მეუბნება ხოლმე, რომ ის რა ქვია, კიბიდან დაუვარდიო. დედაშენსა, მაგრამ აი ზუსტად არ ვიცი. მაგრამ იგი უკვე რაც დაიბადა, იგი არ მივლია ფეხზე არასოდეს. მაგრამ ის პატარა რო ვიყავი, მამაჩემს მასაჟებზე დავყავდი და აი რომ მეუნებოდა რომ აი ოჭივარაშიო რო ჩაქვსავდიო, ფეხზე დგებოდიო. სახლის საქმეს ბებია აკეთებს, რომელიც უკვე 6 წელია ვეღარაფერს ხედავს. ინგასაც ისუვლის. ბებიას ინგას მოვლაში უფროსი შვილიშვილი 16 წლის მურმანი ეხმარება, რომელიც დღის განმავლობაში მამასთან ერთად მუშაობს. დედა ინგასა და მის ძმას არასოდეს უნახავთ. თვალებში რო ვერ ხედავსო, როგორ ალაგებთ სახსო? აზრით გამიტოვა ხნეთმა ისეთი რომ არ ვიცი მიდამი. ხშირი გაციების გამო პერიოდულად ფილტვებში წყალი უდგება, რაც მახრჩობელა ხოლასა და ჰაერის უკმარისობას იწვევს. იმისთვის რომ გამოკვლევა ჩატარდეს, რომელიც ინგას ფეხზე დაყენების შესაძლებლობას დაადგენს, საჭიროა მისი სრული გამოჯანმრთელება, რაც ასეთ პირობებში შეუძლებელია. ერთადერთ გამოსავალზე, რომელიც მათ საქველმოქმედო ფონდმა მომავლის გზის ხელმძღვანელმა შესთავაზა, ინგას ოჯახი კატეგორიულ უარს აცხადებს. ჩვენ ბევრი მცდელობა გქონდა ვესაუბრეთ მამას, ვთხოვით რომ გადაგვეყვანა ბავშვთა სახლში ან რაიმე ისეთ ნორმალურ პირობებში, მაგრამ სამწუხაროდ მამა ამაზე ვერ დავითანხმეთ. ინვალიდის სეტლი, რომელიც ინგას გადაადგილების ერთადერთი საშუალებაა, უკვე დიდი ხანია აღარ ერგება, თუმცა ინგა ოპტიმისტურადაა განწყობილი. ყველაზე მეტად მინდა რომ ფეხზე გავერო და მსახიობი რო გამოვიდე. რომ ვისწავლო და მსახიობი გამოვიდე. სამმავლო გეგმების და პროფესიაც ფეხზე დადგომის შემთხვევაში უკვე შერჩეული აქვს.